საღამომშვიდობის დღეს ჩვენს ნადიმზე მეტად სახალისო ვიტყოდი და მნიშვნელოვანიც გარკვეული აზრით თემა გვაქვს. ეს არის ახალი წელი და ტრადიციები. ნუ ბუნებრივია ჩვენ ალბათ ყველაზე უფრო გვაინტერესებს ის თუ აი ქართულ ტრადიციებში რა არის დაკავშირებული, რატომ არის დაკავშირებული და რა ახსნას პოულობს ის ტრადიცია, რომელიც ჩვენ ბავშვობიდან შესხოცებული გვაქვს, მაგრამ შეიძლება გაცნობიერება ყოველთვის არ გვაქვს რაშია საქმე. და განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დღევანდელ თემაში გვექნება საუბარი აი ქართული კერძების შესახებ. მე ამასინათ მოვკარიყული ისეთ საინტერესო რამეს, რომ მართლა დამაინტერესა ქართული კერძების სამკურნალო თვისებებმა. და აი შეძლებს დაგვარად ჩემს სტუმრებთან ერთად ამ ერთ თემასაც განვიხილავ და ტრადიციებსაც რასაკვირველია. აი ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ ჩიჩილაკი, მეორეს მხრივ გვაქვს პატარა ნაძვის ხე, რომელიც განასახიერებს ორ საწყის, ასე ვთქვათ, ეს არის ტრადიციული ქართული და შემდეგ ალბათ იქნება ახსნა რა ხდება აქ და არის აი ტრადიცია, ასე ვთქვათ, ძველი ტრადიციული და ჩვენთან შემოსული ქრისტიანულად უკვე დადგენილი ნაძვის ხე. ჩემი სტუმრები არიან დღეს ნანა ხელაია ქალბატონი, მედიცინის ისტორიკოსი, თინა თოფურია, რომელიც იყო უკვე ჩვენს გადაცემაში და ვფიქრობ მეტად საინტერესო იყო ის გადაცემა საერთო გამოძახილით, ექიმი ჰომეოპატი, ქალბატონი ნანა ხოჭოლავა, ფილოლოგი და ზაზა მამალაძე, ფოლკლორული თეატრის დირექტორი და მომღერალი თავადაც. აი ამგვარი შემადგენლობით შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს ცოტა უცნაურად ეს შემადგენლობა, მაგრამ აი მე მინდა ვისაუბროთ იმ ტრადიციებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, ხელთა გვაქვს. აი პირველ რიგში მე მინდა ქალბატონს მივმართო, იმიტომ რომ მისგან მოვისმინე ესეთი რამ, რაც ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იქნება ქართული საცივის შესახებ. აი ქართული საცივი მე მგონი გადაცემის ბოლოსთვის მოვიტოვო. არა, დავიწყოთ მაგითი და მე მოვუბრუნდებით კიდევ. აი იმის რომ საცივი ბოლომდე გასაგები იყოს, ამას წინ უნდა უძღოდეს ალბათ რაღაც პრეამბულა, რატომ არის ესეთი სასწაული. საერთოდ მე შესწავლილი მაქვს ძალიან ბევრნაირი დიეტოლოგია, ესე ვთქვათ, ტიბეტური, ინდური, ევროპული, რუსული და ასე შემდეგ. მე ძალიან წარმატებით მუშაობდი, არის ესეთი ძალიან საინტერესო თანამედროვე ესეთი მთელი სისტემა, მაკრობიოტიკა ქვია. საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან წარმატებით მუშაობდი. რო ჩამოვედი საქართველოში, აღმოჩნდა რომ ეს აქ არ მუშაობს ეს სისტემა და ვერაფრით ვერ ხვდებოდი რატომ. არ იყო არანაირი შედეგები. ვიცი ჩავუღმავდი მივხვდი რომ საქართველოში თურმე ჩვენ წინაპრებს ჩვენთვის გადმოუციათ არაჩვეულებრივად ყველანაირი დიეტოლოგიის პრინციპები და ჩადებულია ჩვენ რაციონში, ჩვენ ადათ-წესებში. როდის უნდა ჭამო ბოსტნეული, როდის ხილი, რა რაოდენობით, ეს ყველაფერი დაფიქრება ამაზე არც გჭირდება. ყველაფერი მოგცეს და შენ უბრალოდ შეასრულე. ესე იგი იკვებე მამა პაპურად და ყველაფერი რიგზე იქნება. ისეთი რაოდენობის ბალახეული, როგორც საქართველოში იყო გამოყენებული, აი მაგალითად ფხალი იყო 120 სახის ფხალი. სამწუხაროდ 120 სხვადასხვანაირი ახლა რამდენი ფხალი გვაქვს? ახლა 3-4-ია. ახლა ჩვენს ტრადიციულ სუფრაზე ძირითადად ისპანახი, პრასი, ჭარხლის, მწვანე ფოთლები განსაკუთრებით, მაგრამ ეს ყველაფერი რა ის არის, ასე ვთქვათ. ეს ადვილად მოსაძიებელი, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენს ბაღჩაში დაინერგა ეს კულტურა. იმერეთშია შემორჩენილი მინდვრის ფხალის. მინდვრის ფხალი ეს არის რაღაცა ეკლექტიკური ნაკრები, ნაცარქათამა, შავჩოხა და ძალიან ბევრია ესეთი. ჭინჭარი. დაუბრუნდეთ მე საცივმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს. აი როდესაც მე ვნიშნავ ხოლმე დიეტაში პაციენტს უნიშნავ ღომს და ტყემალს მაგალითად ძალიან უყვირთ ხოლმე. საქმე იმაშია. და სამეგრელოში ძალიან ჭამს. მაგრამ ღომსაც რა აცნობა ქალბატონის დიეტას. ნამდვილი ჩვენ ახლა რა ღომსაც მეგრელები სულ დიეტაზე იყვნენ ესე იგი. სულ დიეტაზე იყვნენ, ორი კვებაც ჰქონდა სხვათა შორის. ხანგრძლივობა სიცოცხლის სამეგრელოში. დადიანზე წერს შარდენი თუ არ ვწდები, ეს არის რა ქვია, თავის მოგზაურობაში რომ აი ღომს
ჭამდა მარტო იმ საწებელით. სარდენიც და მისიონერი, იტალიელი მისიონერები ქრისტეფორე დე კასტელიძეს. და მისი შვილი როცა ავად იყო კასტელი მკურნალობდა მას. და სიცოცხლის ხანგრძლივობას ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს მთიან რეგიონში. თქვათ ჩხოროწყუ, წალენჯიხა, იქ უფრო გამოიკვეთება ვიდრე ბარის ქვეყნებში და როდესაც ქალბატონი მახსენა ღომი, ჩვენ ახლა დღეს მივირთმევთ სიმინდისგან დამზადებულს. ღომის ღომი, სეტარია იტალიკა. სეტარია იტალიკა ნამდვილი, რომელიც ძნელად მოსავლელი კულტურა. რატო ქვია იტალიკა თუ მეგრულია? არა, ეს აღწერეს იმ იტალიელმა მისიონერებმა, მათ გაიტანეს ევროპაში და მე ლინეები თავის სისტემაში მოაქცია ამგვარად. ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს იტალიკა, შეიძლება იყოს რაღაც სხვა ტოპონიმების აღწერილი, მაგრამ ისე ენდემური კულტურაა. მხოლოდ საქართველოში და დასავლეთში. როგორც ხოხობი. ფაზანი არის ფაზისის. ფაზისის, დიახ. კალონტინა. ეს მესამე სანქციაზე ვიტყოდი, მინდა თქვა ტყემალზე. ესეთი უნივერსალური საკვები პროდუქტი, როგორც არის ტყემალი, თვითონ მცენარეს და უკვე დამზადებული პროდუქტის და განსაკუთრებით მოუხარშავი ტყემალი. მსგავსი მე არსად არ შემხვედრია არც მოუხარშავი რას ნიშნავს გახეხილი? აი აკეთებენ მოუხარშავად ინახავენ, დიახ, წამოდუღების გარეშე. არის ესეთი ფორმა გაგასინჯებ. ну გარდა იმისა რომ ვიტამინები არის შენარჩუნებული ფანტასტიკურად აი ეს არის როგორ არის იცით ყველა ჩინური ტიბეტური მედიცინის თანახმად და სხვა შორის ქართულისაც ოღონდ ცოტა ნაკლებად არის გაშიფრული ყველა ორგანოს სჭირდება რაღაც გარკვეული გემო საჭმლისა იმისათვის რომ იფუნქციონიროს ნორმალურად გემო სწორედ გემო დიახ აი მაგალითად ტკბილი გემო საკვები ჭირდება პანკრეას და ისმის ხოლმე კითხვა რომ რა არის პირველადი რატო ითხოვს ადამიანი ტკბილს რატო უყვარს ბავშვს ტკბილი იმიტომ რომ და იმიტომ მემართება თქვა დიაბეტი რომ ბევრი ტკბილი ჭამა თუ იმიტომ არის მოთხოვნილება ტკბილისა რომ მის პანკრეას რაღაცა უჭირს სწორად რომ იმუშაოს პანკრეასმა მან უნდა მიიღოს ბუნებრივი პროდუქტებიდან ტკბილი გემო ანუ ბუნებრივი შაქარი ესე ვთქვათ არა ესევე არის ღვიძლს ჭირდება მჟავე გემოს პროდუქტები აუცილებლად თირკმელებს ჭირდება მარილიანი. როცა ვამბობ რომ ბევრ მარილს ჭამდა პაციენტი და ადამიანი და ამიტომ მას თირკმელების რაღაც დაავადება განუვითარდა, აი აქ უნდა დაფიქრდე რა იყო პირველადი, რატომ ჭამდა ის ბევრ მარილს. ის არის შედეგი კი არ არის, მიზეზიც არის. არამედ მიზეზი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, როცა მოდის ადამიანი და მას უკვე აწუხებს პანკრეასი, ჩვენ მას შაქრიან საჭმელს. აი რატო ჭამდა ხორცს და ტყემალს ერთად? ჯერ მიმელებას მოსანელებელია ხორცი და ფერმენტული პროცესი ინტენსიურად მიდის ტყემალი ეხმარება ვთქვათ იმ ბუნებრივ ფერმენტებს რომელსაც პანკრეასი ვთქვათ ვერ გამოყოფს არა ზოგ შეუძლია მარტო ზურგზე ტყემალი არსად არ არის არ არის მარტო ასეთ საჭმელს არავინ არ ხდება თავისი ბაღი აჩუქა ქართველებს მოკეიფე ქართველებს ბუნებრივია ცნობილი ლეგენდის გამო იმ ბაღში ტყემალი და ჯონჯოლი მოდიოდა, იმიტომ რომ არც ერთი და არც მეორე არცად არ არის დედამიწის ზურგზე. მე ვერ ნახე ყოველთვის. ნამდვილად მეც ვერ ნახე. ტყემის ანალოგის ვერ ნახე სხვათა შორის და აი დამზადების წესიც ისეთი როგორიცაც ჩვენ ვამზადებთ. და აი ტყემალი არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ყველა იმ გემოს, რომელიც ჭირდება ყველა ორგანოს. იქ არის ტკბილიც, მჟავეც, ცხარეც წარეც ყველაფერი არის ერთად და კიდე რამდენიმე ისე ბიაჟუში. აი სანამ ზაზა იღიმება ასეთ როგორც მოკეიფე კაცი. ეს თეორიები სრულიად ეს არის, მაგრამ სანამ ზაზაც შეერთვებოდა აი მაინც ის მაინტერესებს. ის რაღაცა სასწაულებელი უნდა და თინას როგორ გადაცემის დასასრულს. არა, მე მოუბრუნდებით კიდე. მეორე საკითხი რატო ჭამენ ახალ წელს? ნუ როდესაც ვსწავლობდი ამ ტიბეტურ მედიცინას, ჩაუღრმავდი იქ რაღაც მანუსკრიპტებს, ყავდა ტიბეტელი მასწავლებელი და ნუ ვეძებდი რა თქმა უნდა რას, როგორც ყველა დასაწყისში თავისი მოღვაწეობისა, ვეძებდი უკტავების წამალს. და ვქეკავდისგი რა როგორ ინარჩუნებდნენ ტიბეტელები აი ამ დღეგრძელობას და ასე ჯანმრთელობას, იმიტომ რომ იქ ითვლებოდა რომ პრაქტიკულად ჩვენზე უფრო დღეგრძელები არიან ისინი ესე შამბალასა და აი ძალიან მაღალ მთიან ადგილებზე და უკვე დახურულ ინფორმაციაზე, ცოდნაზე, ესე ვთქვათ, ის რაც ყველასთვის არ იყო მისაწვდომი. და აი შამბალას ბერების როგორ იკვებებოდნენ და როგორ კურნავდნენ და როგორ მართავდნენ აი ადამიანის უკტავების პროცესს, როგორც ისინი თვლიდნენ. იქ ითვლებოდა რომ ადამიანი კი არ კვდება, არამედ როცა მისია შეასრულა, ის უბრალოდ მიდის. ну, რა თქმა უნდა, ხა ამას ვერ მივაგენი.
თუმცა შევძელი რაღაცების პოვნა, რაც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ანუ უჯრედების დაბერებას აჩერებს, ესე ვთქვათ, ანელებს ამ პროცესებს. და აღმოჩნდა, რომ აი ამ ტიბეტელებმა ძალიან კარგად იცოდნენ ჰიპოფიზის და სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლების მართვა. და ნუ ჰიპოფიზი მოგეხსენებათ, ეს არის ჯირკვალი, რომელიც განაგებს როგორც ზრდის პროცესს, ასევე დაბერების, იგივე აკონტროლებს წნევას, პანკრეასის მუშაობას და ასე შემდეგ. ნუ უამრავი ფუნქციები აქვს. 20 მეტი ჰორმონი აქვს და მას მეფეს ეძახიან ტიბეტელები, ესე იგი ყველაფრის მეფეს, თუმცა ის არის პატარა კაკლის ხელა და ძალიან უცნაურია, რომ ამხელა ფუნქცია ქონდა, მათ იცოდნენ ამის შესახებ. შევქმენი რაღაც რეცეპტი, რომელთაც ძალიან კარგად მკურნალობდი, იქიდან ამოღებული ინფორმაციით. და ახლა როცა ვკითხულობდი ლექციას რუსეთში, აღმოჩნდა ქართველი მსმენელი. საკუთარ ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ არ ვიცოდი საცევის კეთებას, ხათი შორის ჭამა მიყვარდა, მაგრამ კეთება არ ვიცოდი. და როცა მივეცე შემადგენლობა აი ამ ნახევრად უქტავების რეცეპტის, მითხრა რომ იცით დაამატეთ მიგოზი და გექნებათ საცივი. აღმოჩნდა რომ შიგშედის, საცივში შედის ისეთი სამელებლები, რომ ყველა მათგანს აქვს გავლენა აი ჰიპოფიზზე და სხვადასხვა ჰორმონალურ ენდოკრინულ ჯირკვლებზე. გიშინავიანი სეკრეციის ჯირკვლებზე, მათ შორის ათესლე ჯირკვლებზე და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი ახლა ტერმინებს სამედიცინოს. და გაირკვა რომ დაბალანსებულია ეს ყველაფერი. და აღმოჩნდა რომ ეს გისაცივში როგორ კეთდება, ისეთ აი ჰომეოპათიური წამალი კეთდება ესეთი მაშინ გასრესვა როდინში და შემდეგ ამის განზრახვა ხდება დიდი რაოდენობით სითხეში. ზუსტად იგივე პრინციპი იყო აქაც ჩადებული, ამიტომ ჩემთვის გასაგებია უკვე რა პრინციპით მუშაობენ აი ეს პრაქტიკულად წამლები. კარგი და საცივი, ეხლა ჩვეულებრივ რამდენჯერ შეიძლება ჭამოს საცივი? აი ამაშია საქმე, რომ აი ამ წამლების მიღება თუ შენ რეგულარულად მიიღებ ამ წამლებს დიდი რაოდენობით ისინი გაწყენენ. ამიტომ წინაპრებმა დაგვიწესეს რომ აუცილებლად ეს წამალი საჭმელი უნდა მიიღო ახალი წლის წინ. წელიწადში ერთხელ მაქსიმუმ ორჯერ. ეს რაღაც გარკვეული დროის შემდეგ კიდევ. ნუ ესეც ხდება დღესასწაულზე. ახალი წლის წინ, როცა ადამიანში ახალი ენერგია შემოდის, როცა მას სჭირდება ახალი აი პროგრამების შესრულება უკვე და ახალი წელის თავისებური მისტერია, ეს არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს სხვა რამ არის და ამაზე ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ. აი სწორედ ხდება სტიმულაცია საცივის მეშვეობით, აი მთელი მისი ენდოკრინული სისტემის, ანუ განწყობა ხდება იმისათვის, რომ ადამიანმა აი ეს ახალი ძალა მოიკრიბოს, ესე ვთქვათ. აი ახლა არა, თან განზავებაზე ჭამეთ საცივი. არა, არც მასე შეიძლებთ წელიწადში ახალი ჯანმრთელობა თუ უწყობს ხელს. იცით, აი ახალი წლიდან იწყება აღმავლობა, არა? ახალი წლის წინ არის ესეთი პასიური პერიოდი, არის მარხვა, ამიტომაც ორგანიზმი ისვენებს დამთავრებული არის ძველი პროგრამა და ხდება ახალ ესე ვთქვათ სპირალზე გადასვლა. ნუ სამყარო ის დრო ვითარდება სპირალისებურად, არა და ყოველი მაგრამ გონია. ზოგს გონია ზოგს. ეს მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. მეცნიერები გვეუბნებიან ესე და აი ამ ახალ სპირალზე გადასვლის შედეგად ჩვენ ხვდებით ახალ რეალობაში, ახალ ენერგეტიკულ გავლენებში, ესე ვთქვათ. და იქ უკვე აი ახალი სხვა სიტუაცია ხდება, ესე ვთქვა და თავიდან მიწყებთ ყველაფერს, ბუნების განახლება ხდება, ხო? ნუ გაზაფხულისკენ უკვე საგრძნობელია, მაგრამ სადღაც ნახატს უკვე იანვარში იწყება მზადება ამისათვის და ორგანიზმს სჭირდება დრო სწორედ. ეს ამ საცივში შემავალი კომპონენტების მოქმედება არ არის მომენტალური, არამედ მას სჭირდება დრო, რომ ჩაირთოს აი ეს ყველანაირი, ესე იგი ეს მექანიზმი ენდოკრინოლოგიური. და ხდება რა გაზაფხულზე. რეალურად ქეიფობდნენ ქართველები ამის მერე არ ვიცი რა. და გაზაფხულზე დოზებზე გადავდნენ. გაზაფხულზე უკვე ადრე იცვლებოდა რომ ახალი წელი მოდის მარტშია რა, ანუ განახლებასთან იყო დაკავშირებული და ზუსტად აი გაზაფხულის დასაწყისისთვის ორგანიზმი მზადყოფნაში არის რისთვის? გამრავლებისთვის. ჩაკაბულისთვის. ჩაკაბული რომელიც აუცილებლად უნდა ტარხუნით გაკეთდეს, იმიტომ რომ ტარხუნა ეხმარება მონელებას იმ ცხრის ხორცისას, ბატკნისას, თუმცა ბატკანი ყველაზე დიეტურ ხორცად ითვლება, იმიტომ რომ მხოლოდ ბალახით იკვებება და სხვა არაფრით. ამიტომ ყველაზე უფრო ჩვილი ხორცი აქვს და ამიტომ მავნებელი თითქოს არ უნდა იყოს, თუმცა დიეტების დროს არ უნიშნავენ ცხვარს.
მაგრამ ჩვენ ყოველთვის ტარხუნასთან ერთად, ტყემალთან ერთად, აუცილებელია უკვე მწვანე ტყემალი. რატომ? იმიტომ რომ ის აზავებს იმ ლიპიდებს, რომელიც ამ ხორცშია და მონელებას ეხმარება, უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი და არ იტვირთება ისე. აი, მაინტერესებს, ახლა გადავიდეთ აი საახალწლო, ასე ვთქვათ, ეს შესავალი ისეთი იყო, რომ მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო. მადის აღძრება. და ახლა გადავიდეთ იმ საახალწლო. თუ შეიძლება ამ თემასთან დაგროვოთ კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. ნანამ თქვა რომ არ ნიშნავენ დიეტაში ბატკანს. აი არის ცოტა არასწორი წარმოდგენა, ისე გაიგებთ და ენდოჩინური მიხედვით. ყველაზე სასარგებლო ხორცად ითვლება ცხურის ხორცი, არა ბატკანი, არამედ ცხურის ხორცი. თვითონ დიდი ცხარი, ქართულ დამწერლობით ძეგლებში ესეა მინიშნებული. ყველაზე მსუბუქია ცხარი. ყველაზე მსუბუქი მოსანელებელი. როხის ყველაზე ნაკლებად. ყველაზე ნაკლებ ხოლესტერინი იმიტომ ხო არის შემდეგ შეიძლება არ არის გამორიცხული. შემდეგ მოდის ესე იგი ციკანი, ანუ თხა, შემდეგ მოდის ძროხა და ფრინველებში მინდა გითხრათ რომ უკვე შემდეგ აი ხოლესტერინის ნაკლებობით ვამბობ. შემდეგ მოდის ინდაური და ყველაზე მეტია ქათამში. და ხორცო ესე იგი საფორის ხორციდან და ქათმის კანი არა და კატეგორიულად აკრძალულია. ახლა ქათმის კანის მიღება. ახლა ყველა თავაზობს რომ ქათმის კანი უნდა იყოს გაცლილი, ну თუ ვისაც ხოლესტერინის პრობლემები აქვს, კატეგორიულად იგრძალება. ესე იგი ეს მოიცადოთ, ეს საინტერესო მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დადებით სწავლობთ ახლა იმ ხო საცივი თავი ისე კარგად დაიწყო საცივი ინდაურის კარგია მაგრამ გარკვეულწილად საცივის დიეტაზე შეიძლება გადასვლა არა არ გირჩევთ არა მაგრამ არა ეს გასაგები მაგრამ ჩვეულებრივ ამზადებენ საცივს ქათმისგან. არა, ინდაური ეს ფუფუნებაა, ასე ვთქვათ. ეს საერთოდ ინდაური. საახალწლოდ ალბათ ინდაურისგან. არა, ბაჟს აკეთებენ ქათმისგან და საცივი უნდა იყოს ინდაური. ხო, ეს ბაჟი რამე კავშირში არის ამასთან ყოველთვის. სრულად სხვადასხვა. სულ სხვა რეცეპტია, იქ მოუხარშავია ნეგოში, ხომ არ არის ორივე წვნიანია, მაგრამ ერთ-ერთი ხომ არ არის. ეს ნეგოზია ერთია. გასაგები, ამიტომ იმას ხშირად ჭამენ მთელი წლის განმავლობაში და. ბაჟში რაც არის იმას ჩვენ პრაქტიკულად იმ სანელებლებს ყოველთვის ჭამდა. აი საცივში რაც არის და ის კომბინაცია, აი ის არის ძალიან ძლიერი წამალი. ანუ მიხაკი, დარიჩინი, პიმპილი, ნიორი ხახვი და ასე შემდეგ. ხმერის ეს უცხოსუნე. არა, ინდაური თითქოს რო ის არის მძიმე. მძიმე არის ფრინველებში ყველაზე მსუბუქია ინდაური. ფრინველებში ყველაზე მსუბუქია. აი ამ კომბინაციაში უკვე აი ეს ინდაურის ნახარში თავისი შემადგენლობით, თავის ცილოვანი შემადგენლობით არის საჭირო იმისთვის, რაც მე ვთქვი, რომ როგორც წამალი, ეს ერთმანეთს ესე კრავსებენ. კარგით, აი ზაზა ხო რამე იმას ხო არ გვეთქვით? განსაკუთრებულ რამე არა ისე მოგახსენეთ, მაგრამ მე ვიყავ საცივით ამ თემას დავამთავრებ, მე ვიტყვი პირადად ჩემი გამოსვლით ოჯახში ჩემთან საცივი რომ ზრდდება აცლიან ძვლებს ამ ყველაფერს და უფრო იოლი მისერთ ვიხდები. ეს არის გაიოლებული ზარმაცი ადამიანებისთვის, მაგრამ დასიმონად. კარგი და რამე ისეთი განსაკუთრებული დაუბრუნდეთ ტრადიციებს. მაინც უფრო სიმღერის კუთხით სიმღერის კუთხით და რო ვიდრე ჩიჩილაკზე გადავიდეთ. რომ ცნობილია რომ საშობაო და საახალწლო ქართულ ფოლკლორში არის ალილო, რომელიც ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი და ნუ ეს მოდის უძველესი დროიდან და ყველა კუთხეს ჰქონდა თავისი დამახასიათებელი, რომ ეს სიმღერის თვითონ ამ სტრუქტურებს არ შევეხები. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ესე თავისებურები, მაგალითად სვანეთში იყო ესეთი შემთხვევები და ეს ტრადიცია იყო ესეთი, რომ ირჩევდნენ წინა საახალწლოდ საშობაოდ ერთ მასპინძელს, ანუ ერთ ოჯახს, რომელიც მასპინძელდა მთლიანად მთელ სოფელს და აი აქ ხდებოდა თავყრილობა და ეს მეალილოები, ის უნდა ყოფილიყო მინიმუმ 3 ადამიანი იმის გამო, რომ სიმღერა სამხმიანია, ესე დადიოდნენ კარდა. შეინიშნებოდა სვანეთში და სამეგრელოში პირველი ალილოებიც, იმიტომ ამას ხვეროდნენ ესე მასპინძლები და თვითონ ეს სტუმრები მეალილოები ხო და მე ესენი შემოვლიდან კარდა სადაც დაუგონდებოდათ, სადაც დაათენდებოდათ, ხო ისინი იყო შენებულები, ვარეცნოთ და სადაც დაათენდებოდათ, მე იქ უკვე როგორი ნიღბები იყო ესეთი? არა, ძირითადად წემსების მე ვარ სანტა-კლაუსი. ან შენებულები იყო ეს რომ არ ეცნოთ და უკვე მე
იქ ჩამონდებოდნენ, სადაც დაატენდებოდა და იქ გრძელდებოდა აი ეს დღესასწაული. ესე იგი, კარგა როგორ არჩევდნენ ამ ადამიანს, რომელმაც თელსოფელს უნდა უმასპინძლოს. არ ვიცი, თქო, თელი წლის განმავლობაში რაღაც კარგად დააკვირდებოდნენ ამას და ნუ ყოველ წელს მე არ მეორდებოდა ეს ინაცვლებდა ოჯახიდან ოჯახში, მაგრამ იყო ესეთი ტრადიცია. და ალილოები სხვადასხვა არის. ალილო ყველა კუთხეს სხვადასხვა და რამდენიმე უამრავი ალილოა გავრცელებული. და რაიმე ის აქვს შინაარსობრივი დატვირთვა. შინაარსები ხარ რა იყო, მან ძირითადად კომპონენტები, აი მის რაც მსგავსება იყო სიტყვებში, ანუ ყველგან იყო პირველი ეტაპი იყო მილოცვა, მერე იმის მოდის დღესასწაული და შემდეგ უკვე ლოცვა და ბოლოს ღმერთს აკამშვიდობა და ღმერთს დიდება და ეს იყო საერთო მონახაზი ყველა ალილოსის მხოლოდ დამწყები სხვა იყო სხვაგან და მელოდი ნახაზი იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ეხლა ყველგან მთელ მსოფლიოში არსებობს დღესაც ინარჩუნებენ ამ ტრადიციულ ჩასაცმელს. ემზადებიან ტრადიციულად, ნუ ქალაქებს არ გულისხმობ მანდ-მაინც, მაგრამ სოფლებში აუცილებლად ტრადიციულ თელ ჩაცმულობას ინახავენ, შემდეგ იცვამენ ამას ყველაფერს. ჩვენთან ეს ნუ ამ 70-მა წელმა შეცვალა და მოშალა ყველაფერი ეს, მაგრამ აი საინტერესოა, რამე თუ არის შერჩენილი, აი მართლა ტრადიციული აი იმ ფორმებიდან. მოკლედ ახალი უნდა იყიდო. რაღაცა ახალი ძალიან გაჭირებულია ოჯახი ვთქვათ, მაგრამ ბავშვისთვის მაინც რაღაც ახალს უყიდიან, საშობაოდ, საახალწლოდ და სააღდგომოდ. ნუ მე ასე მახსოვს ყოველ შემთხვევაში არ ვცხოვრობდით ისე დიქტოფონებაში, მაგრამ რაღაცას მაინც მიყიდდნენ და მეც ვცდილობ ახლა ბავშვს უყიდო საახალწლოდ, სააღდგომოდ. სხვა დღესასწაულები ჩემთვის არ არსებობდა, არ 7 ნოემბერი, არც 1 მაისი ვთქვათ. და მარტო ამ ორი დღესასწაულს საერთოდ ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ ახალ წელს ველოდებით მთელი წლის მანძილზე. ეს არის ყველაზე სასურველი დღესასწაული და ყველაზე თვალადი ხილი. რატო არის ყველაზე სასურველი? ყველაზე, იმიტომ რომ იწყება რაღაც ახალი. ხო, პირობითია. ხო, პირობითია ყველა ზეიბიდე დღესასწაულია. ყოველი ორშაბათი იყო პირობითი, ბავშვობაში იყო ორშაბათიდან იწყებდი ახალ დღიურში და აი ყველაზე თავანკარაღვინოს, ყველაზე თვალად ხილს, აკალს, ჩურჩხელას ინახავდნენ სწორედ საახალწლოდ და ეს ინახებოდა ყველაფერი თავთავის ადგილას. სხვენში ინახავდნენ ხილს, იქ ასვლა არ შეიძლებოდა, ბავშვებს ასაკვირველი თვალის სხვენისკენ ჰქონდათ, მაგრამ სხვენის კარი იყო მაგრად ჩაკეტილი. და იცოდნენ რომ საახალწლოდ დიდედა ან პაპა ან ბებია გახსნიდა ამ სხვენის კარებს და ბავშვებს აიყვანდნენ სხვაზე და იქ იყვნენ ძალიან ბედნიერები, თურმე რა კარგი ყოფილა ახალი წელი, რა საოცრება ხდება სხვენზე, როგორი სურნელოვანი აქაურობა და არჩევდნენ საუკეთესო ხელს საახალწლო სუფრისთვის. პაპას ამოქონდა ღვინო საუკეთესო მარნიდან იშლებოდა სუფრა და რაც მთავარი არ იყო აქცენტი მხოლოდ სუფრაზე გადატანილი. ეს არის მე ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ ახალი წლის ზეიმი ეს იყო ერთგვარი წარმოდგენა, ეს იყო ერთგვარი თამაში, რომელსაც თან ახლდა დაჯერება აი ამ თამაშისა. ყველანი თამაშობდნენ, მოხუცები, ბავშვები, მშობლები, ყველანი ჩართულები იყვნენ ამ ზეიმში და ყველას ჰქონდა თავისი როლი. და ჯეროდათ იმისა, რასაც თამაშობდნენ. პირობითად ჯეროდათ რასაკვირველია უფროსებს და ჯეროდათ ბავშვებს და ეს განცდა ამ დაჯერებისა მათ მიყვებოდათ შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე. ის სურნელება, რაც ტრიალებდა სახლში მოხარშული თაფლის სუნი, ღვინის სუნი და პურის სუნი, ახლად გამომცხვარი პურის სურნელება, აი ეს მოყვებოდათ და ამას სხვაჩვენს ძალიან კარგად მიუთითებს გიორგი ლეონიძე ნატრისხეში, რომ თუმცა დედას ჩემთვის აი ბასილას პურებში კალამი არ გამოუცხია, მაგრამ ასე მგონია ის პურის კალამი მიჭირავს ხელს და აი მისი მადლით ვწერ აი ამ წიგნს ვამბობს. აქ საოცარი მომენტია, რომ ესე იგი ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილება არის სამარად, ну ის თელცხობის მანძილზე მიყვება ადამიანს. მგონი აქ უფრო რთულად არის საქმე, იცით, ვიდრე მარტო რიტუალი. ემეწაღანას გითხარით, რომ ენერგეტიკული გადართვა ხდება ერთი წლისა მეორეზე. ნახეთ, შემთხვევითი არ არის ბატონ ჟანრი ეს დრო შერჩეული. ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო გაზაფხულთან ასოცირებული 1 მარტს იყო ხოლმე ახალი წელი და მხოლოდ 45 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე ახალი კალენდარი როცა შეიქმნა იულიუს კეისარის მიერ, მაშინ დაწესდა იანვარი.
1 იანვარი. და მე ნელ-ნელა უკვე რაღაც მე-18-მე-17 საუკუნეში გადმოვიდა ევროპა. ხო ის არის ასე ვთქვა. ჩვენთან საქართველოში აი ეს ჩვენთან საქართველოში ახალი წლის ზეიმი არ იყო, იმდენად იყო უფრო კალანდობა, ანუ ქრისტეშობა. ქრისტეშობაზე იმობდა. ეს ეს საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ საერო თვალსაზრისით 1 იანვარი უსწრებს შობას. საერო თვალსაზრისით. ამით მაგრამ წყვება უნდა დაცული იყოს, ამიტომ ჩვენთან შობა არის 6-ში, არა? 7-6-დან 7-ზე ასე ვთქვათ, ღამე არა და 13 არის ახალი წელი. ეს უკვე ესე იგი ეს ძველი, ვითომ ძველით ვამბობთ ხოლმე, მაგრამ ეს დაცული ახლა პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ პირველში გვაქვს ახალი წელი, შემდეგ გვაქვს შობა და შემდეგ გვაქვს კიდე ახალი წელი, რომ ის გავასწოროთ, ასე ვთქვათ. ფაქტობრივად ორი ახალი წელია. ძალიან სასიამოვნოა, სხვა შორის თავისთავად ეს ამბავი, რის ტრადიციას იცავს, ორჯერ აქვს ეს შესაძლებლობა, მაგრამ ისე ქრისტიანული წესით ცხოვრობს და მართლმადიდებელია ის ყველა ვინც ის ახალწელს არავითარ უსწრებდეს ჯერეთ, იმიტომ რომ ხსნილი არის შობიდან ახალწლამდე უკვე ხსნილია და ეს ზეიმის დღეები იწყება შობიდან. და ამ შემთხვევაში გამოგვდის პარადოქსული მდგომარეობა, იმიტომ რომ ის ადამიანები ხო ცხოვრობენ საერო ცხოვრებაში. მართლა ხვდებით ახალწელს და გვიხარა გოზინახს მაინც ვჭამთ. სამარხო. ესე იგი ყველაფერი სამარხოა და გვეკუთვნის, მაგრამ ხა ვინც იცავს მართლმადიდებლურ წესებს, ის საცივს ვერ შეჭამს ახალწელს. და ვერც ღორს შეჭამს. მაგრამ მაშინ არის ენერგეტიკული თვალსაზრისით. როდის ირთვება ეს ენერგია? ეს არ უნდა გავაიგივოთ, ისევე როგორც კათოლიკური შობა 25-ში და ეს ახალი წელი 1-ში არ უნდა გავაიგივოთ სულიერ მასთან დღესასწაულთან. ეხლა ის რომ ჩვენ ვმარხულობთ, მარხვა მარტო დიეტა არ არის. თუ მარხულობ, მაშინ არც ახალ წელსაც არ უნდა შეხვდე, შამპანურიც არ უნდა დალიოთ. თუმცა არა, ჩვენ არის დიეტის ჩვენთან ამის გარდა რამეზე უნდა თქვა. მაგრამ არაფერი კავშირი ასე პრაგმატულად ვერ მიუდგებით რა დაგვიფაროს რომ. და ნუ რადგან ეკლესიამ ესე დაგვიწესა რომ არ გადადიან ამ კალენდარზე, ნუ ამიტომ ჩვენც უნდა მიუყვება პატივიცეს ჩვენ წესებს ეკლესიურ დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 31-ში მე არ ხვდები ახალ წელს, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ამ დროს არის სამყაროსთან რეზონანსში. რაღაც ხდება, ხომ ჩვენს გარშემო რაღაც ხდება. თუნდაც ის რომ ყველაზე იმობს და არის ესეთი განწყობა. ერთვები აი ამ სამყაროს ფერხულში ხარ ჩართული შენც. აი ხდება ეს გადართვა, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ, ხომ? და არ ხდება ეს მარტო 1 იანვარს. აი ეს პროცესი იწყება ჩვენ მოგ ბარბარობა 18-დან იწყება აი ეს დღესასწაულები და განწყობა და ნახეთ როგორ არის, უნდა გადახვიდე პასივში. აი მოისვენო გადიან შვებულებაში, შვებულება ქვია ხო მას? კარგი სიტყვაა თავისთავად, შვებულება, ესე იგი შვება მოდის, არა? ესე იგი გადადიხარ იმაზე, რომ ემზადები, რაღაცისთვის ემზადები. და სხვა დღეს არ არის მოგონილი, საუკუნეების განმავლობაში იყო. აი ინტუიტურად, ქვეცნობიერად ადამიანი გრძნობს ამას, რომ აი ამ განწყობას რომ დაიღალა მთელი წლის განმავლობაში, იქმნის განწყობას და არ არის შემთხვევით რომ ამ დროს ხდება ეს. და 31-ში ღამე ეცეთ აი 25-დან 31-მდე როგორც ნუ ითვლება ასე თქო ცოტა მისტიური კუთხე რომ მიცეთ არის ესეთი ღია ასტრალური არხები და მოდის ახალი ენერგია. მოდის როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალაც, ხო? და შენ ხარ 31-ში აი ამ გადართვის მომენტში 12 საათზე როგორც ითვლება, აი შემოდის რაღაცა სიახლე, ახალი წელი, ხო? აი იგივე იანვარი ეძღვნება ვის იანუს ღმერთს, რომელსაც ჰქონდა ორი სახე, ხო? ერთი იყურება წარსულში, ანუ აცილებ, ასე რა ქვია, ძველ წელს, ძველ ბედს და იცვლი შედიხარ ახალ ბედში. ეს ბედობა მოდის, ბედობა მეორე დღეს. ეს მეკვლეობაა და ბედობა არის ახალი წლის მეორე დღეს, ორში და ძველი 15-ში. არა, მეკვლე ხო რა, მეკვლეც ის არის, რა ფეხით შემოვა, რას დაგიბედებს. ენა პირველი ზინ გახსნის აი ამ ენერგეტიკულ ღობეს, ესე ვთქვათ. აი ვინ შემოვა პირველი ამ შენ ახალ რეალობაში. ორი აურით მოდის. კეთილ ადამიანს საინტერესო ანდეზა გვაქვს ჩვენ ქართულში. დალოცვა ესეთი ქრისტე ღმერთი იყოს თქვენი მეკვლე, კვალი არ გაგიმრუდდებათ, ასე ეუბნებიან ხოლმე. და საერთოდ ეს მეკვლეს ინსტიტუტური ყველაზე მეტად აი ეს შემორჩა ტრადიციებიდან, რადგან ჯერჯერობით საბედნიეროდ არის ეს ერთმანეთს მიუკაკუნებენ
მე მახსოვს 12-ის ნახევარზე გავდიოდი ხან მე ვიყავი ხოლმე მეკლე მაგდებდნენ გარეთ. ეს კარგი ფეხი. აი ენაშიც რამდენიმე სახელი აქვს აი ამ მეკლეს ფეხადი, მეფეხური, მაკუჩხური სამეგრელოში. მაკვლიელი რაჭაში ეს ყოფილი ალბათ კვალთან არის დაკავშირებული კეთილ კვალთან კეთილ ფეხთან ნაბიჯთან როგორ ირჩევენ მეკლეს ირჩევენ ადამიანს რომელიც არის წარმატებული ჯერ ერთი არ უნდა იყოს კოჭლი არ უნდა ქონდეს დეფექტი არანაირი როგორც ფიზიკური ასევე სულიერი აუცილებელი არის მდიდარი იყოს და უნდა იყოს აუცილებლად კეთილმოსურნე შენი ერთი და იგივე მეკლე უნივერსალური ყოველთვის არ არსებობს მაგრამ არის კიდევ ერთი რამ აი მე მაგალითად ვიცი როგორი ფეხი მაგ ეს არის რაღაც წლების განმავლობაში გამოცდილი თუ ვინმე არის დასაქორწინებელი ან ოჯახია დანგრეული აუცილებლად მე თუ მივდივარ ხდება ქორწილი საკუთარ სახში ვერავარ მეკლე არ მინდა ჩემი შვილის გათხოვება ჯერ და სულ ესე პირაცხობს ზოგიერთს აქვს ფულზე და სულ მეკითხებიან ხოლმე ახლა რომ ფულზე როგორი ფეხი გაქვს არ ვიცი ნუ ფული არ მახვავის ბარაკა ჯანმრთელობა ამიტომ ჯიბით მოაქვს ხოლმე აუცილებლად რაღაცა რა ხონჩით როგორ წესით კბილი მოაქვს ან დიდრე ესეთი რამეს არის ეს მინდა ერთი მომენტი მინდა თქვა რაც გაბატონნა თინამძანა რომ ეს ახალ ენერგიაზე იყო საუბარი აი ერთი საინტერესო ტრადიცია იყო რომელიც რა ვიცი თითქმის მივიწყებულია რომელიც უსწრებდა ამ ყველაფერს და ეს იყო 22 დეკემბერი ანუ მზებუდობის ის იყო საოცარი შესასწაული როდესაც მზე რომ მოადგებოდა უკვე ეს თუშეთში უფრო იყო ისე და რომ მოადგებოდა სარკმელთან გამოქონდათ მაშინ მატყლი ერბო ანთებული სანთელი და მზეს უკვე ვეძებოდნენ რომ აი მოგვეცი ბევრი მატყლი ანუ ბევრი ხორცი ასე შემდეგ და ალბათ ეს 22 დეკემბერი ითვლებოდა რომ ამ დღიდან შეიძლება ამასთანაც იყოს სამი თიკნის ნახტომით გადახტებაო მზე და გახანძლივდება მისი საქართველოში იყო 22 და სხვა ქვეყნებში იყო 25 დეკემბერი მზის შობის დღე მზის დაბადების დღე ეს ის არის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე და უკვე ესე იგი დღე იწყებს მატებას 22 დეკემბრის მერე აი ამ თვალსაზრისით მანამდე იყო გაბუდებული და ნათელი მატებას ქრისტიანობამდე წარმართულ სამყაროში ბევრ ქვეყანაში არსებობდა მზის დაბადების დღე რომელიც აღინიშნებოდა 25 დეკემბერს ხო ეს დღე ალბათ სხვადასხვა სარტყელში სხვადასხვანაირად იბადება ახლა ბუნებრივია ეგ არა ეს იდან მინდა უფრო დინამიური გადახვევასავით აი ბოლო პერიოდში ანუ გასული საუკუნის შუა წლებში სადაც მე დავიწყე მე 20 საუკუნეში ხო გასული საუკუნის ესე დავარქვა მახსოვს რომ ძალიან ეხლაც არის კაფეტების გასვლა გამოსვლა და ყველაფერი მაგრამ ეხლა რაღაც თითქოს შენელდა სავიდა მე მახსოვს ჩუგურეთში დავიბადე ჩუგურეთ უბანში და მამა ჩემი ძმები ესე რომ დავირაზმებოდი და მივიდოდი ხოლმე და კაფეტების გასვლა გამოსვლა იყო და მამამ ერთხელ ადგა და რამოდენიმე კამფეტი დანომრა და საღამოს ვაკეში შეხვდა ის ილას ჩუგურეთში დანომრილი კაფეტი მივიღეთ საღამოს ვაკეში და მე ამაზე იყო აგებული და სულ ჩუგურეთსა და ვაკეს შორის დიდი ხანია კავშირი ჭიდრო კავშირი არსებობდა ყოფილა ნუ მე ეს პატაროი ყავს მოვრავდი ხოლმე არის რაღაც სიმღერა მე მახსოვს რუსული სიმღერასავით სეივები პასივაი აი რა არის რამე ესეთი ქართული სიმღერა რომელიც თან ხვდება ამას სახელმწიფო ასე ვთქვათ შემოვლას ბავშვების რიტუალი არის როგორ არა ალილო ცალკე ლოცვა და ცალკე ალილო შობაღამის ლოცვა და ახალწელს თავისი რიტუალი ზოგადად დალოცვა თუ ისე არა აუცილებლად მეკლესთან უნდა ქონოდა ყოველ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში მარცვლოვანი კულტურა რომელიმ ეს იქნებოდა ჩხვერი ანუ ის ღომი რომელსაც ჩვენ ვამბობთ ძველი ღომსაც მაგათად ეს ჩხვერი მარცვლები ან ფეტვი და იმას მიმოაბნევდა მთელ ეზოში ეზოკარს მოფანტავდეს თესვის რიტუალი სრულდებოდა ნაყოფიერების აღსანიშნავად ამას მიმოაბნევდა ოჯახში ახლა შემორჩენილია უფრო ღერღილს მიმოაბნევენ ხოლმე და აი ამით ასრულებენ ამ რიტუალს და ძალიან საინტერესო ბედობის დღეს ანუ 2 იანვარს რაჭაში იყო ესეთი ფეხობა ესეთი დღესასწაული რომელსაც ბავშვები რიტუალი რომელსაც ბავშვები ასრულებდნენ ეს იყო კრუხწიწილის გასამრავლებლად გამარჯვებისთვის მიმართული. ბავშვი შედგებოდა გადაბრუნებულ გოდორზე პატარა
ბიჭი ან გოგონა ვითომ წიწილა რომელიც აპირებს კვერცხიდან გამოჩეკვას მის ირგვლივ ტრიალებდნენ სხვა ბავშვები ტოლებით წიწილებს განასახიერებდნენ და ბავშვი ამბობდა სამჯერ დაატრიალდებოდა თან კრუსუნებდა რომ აი ვითომ იჩეკება და ვეღარ გამოდის კვერცხის ნაჭუჭი და ამბობდა ღმერთო აი ასე გაამრავლე ჩვენი კრუხწიწილა ოდესებ გადმოხტებოდა იქვე დახვდებოდა ხაპის ქერქში ჩაყრილი ეს ფეტვი კრავდა ამ ფეტვის ფეხს და დაიბნევდა მარცვალი იტყოდა რომ აი ასე გაამრავლე ჩვენი კრუხწიწილა შემდეგ ბავშვები იწყებენ თამაშს და სიმღერას მათაშორის ზოგიერთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მაღალმთიანებში განსაკუთრებით იყო სამი ტიპის მეკვლეობა. პირველი იყო გარე მეკლე, მეორე იყო შიგანო შინაური. გარე მეკლეს ირჩევდა ოჯახის უფროსი და საინტერესო არის, კი არ შეიძლება დაძახება მისთვის რომ მივიდოდა რომ შეეტყობინებია რომ მეკლე უნდა იყო. კენჭი უნდა ესროლა, ან დაეკაკუნებია. ეს ახოსა. ეს არ შეიძლება. და მესამე იყო ქათმის მეკლე სპეციალური. და რატომაც ძალიან დიდი ესე იგი რაღაც სპეციალური ფორმა იყო, აი რაც ქალბატონმა თქვა დაახლოებით ესეთი და იყო იმისთვის რომ აი ბევრი ქათამი და წიწილა ყოლოდათ. და ეს სპეციალური მეკვლეობა იყო ამის ეს კი მესამე. და რატომაც კიდევ ერთი იყო შინაური მეკლე ოჯახის უფროსი. ხო და მესამე ის იყო კიდე საინტერესო კიდე ის იყო რომ აი ეს მეკლეებს ხელს აბანინებდნენ ღვინით. აი ამის ეს არ დეზინფექციას ატარებდნენ შეიძლება ბევრგან იყო მეკლეც და რომ ინფექცია თქვა და ეს უკვე წმინდა სამედიცინო მაინც არ მგონია ეხლა მან ანტისეპტიკა და ასეპტიკა დაცული მნიშვნელობას გავითვალისწინებთ საქართველოსთვის არა მაშინ ამას კიდე რაღაც სიმბოლური დატვირთვა უნდა ქონოდა იმიტომ რომ ახლა ქართველების დამოკიდებულება ღვინოსა და საჭმელთან ურმარილთან რადიკალურად განსხვავდება სხვა ქვეყნების დამოკიდებულებიდან. სხვათა შორის რაც მინახია ყოველ შემთხვევაში მე და ერთი ისა მაქვს აფორიზმიც კი თქვათ ესეთ ფორმულა გამომუშავებული ფრანგების რომელიც ევროპაზე ვრცელდება სხვათა შორის იმიტომ რომ ყველაზე უფრო ესეთი პურმარილიანი ვთქვათ, ფრანგები არიან მეტნაკლებად იტალიელებიც და ესპანელებიც ცხადია, მაგრამ ტიპი საერთოა იმათი. ეს არის ქართველები სვამენ მიჭმით და ფრანგები, ვთქვათ, ან ევროპელები ჭამენ მისმით. ესე იგი ჩვენ არ ვეუბნებით ერთმანეთს წამოდი ვჭამოთ. ჩვენ ვეუბნებით წამოდი დავლიოთ. და ისინი ერთმანეთს ეუბნებიან წამოდი ვჭამოთ, ვისადილოთ, ვთქვათ. და ყოველ კერძთან მერე პატარა ღვინოს მიაყოლებენ. ჩვენთან კერძი მოდის ღვინოსთან კი არა, მისაჭმელად მოდის და ყველაფერი მოდის ერთდროულად. გინდა ტორტი დადევი, თბილი დადევი, გინდა თხემალი დადევი, რაც გინდა, მაგრამ ღვინო უნდა იყოს კარგი. ეს არის მთავარი არგუმენტი. მე ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ხელის დაბანა ღვინით რაღაც სიმბოლური მნიშვნელობის მქონდა. აი საინტერესო ღვინის კულტთან დაკავშირებით ახალი წლის დილას. რატომაც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ უკვე დღეს მხოლოდ ახალი წლის ღამეზე და ძველად საქართველოში უფრო მნიშვნელოვანი იყო ახალი წლის დილა, ახალი წლის დილის ჟრუანტელი და ეს რიტუალების დიდი ნაწილი სწორედ ახალი წლის დილას ტარდებოდა. აი დასავლეთში განსაკუთრებით გურიაში ღვთაება აგუნას პატივს მიაგებდნენ აუცილებლად ახალი წლის დილას. ეს იყო აგუნა ღვინისა და ვაზის ღვთაება. ოჯახის სიტყვა ღვინო მოდის მე მგონი. აგუნა. ქართველი ეთნოგრაფები ესე ამბობენ. ხო, არა, მაგაზე არის განსხვავებული აზრით. და გავიდოდა ოჯახის მამაკაცი ღვინით ხელში, საწნახელს სამჯერ შემოუვლიდა, შესაძლოა ღორის თავიც ქონოდა ხონჩით, მიუკაკუნებდა საწნახელს, აგუნას დაალოცა და შესთხოვდა ამ წელიწადს ღვინის სიუხვეს და ვაზის ძირთან მივიდოდა და დაასხამდა ღვინოს. ვაზის ძირს დაუსხამდა ღვინოს და ამით პატივს მიაგებდა აგუნას. და არის ესეთი ტექსტიც გურული თუნებას აგუნა გამეიარეო ბახვი ასკანა ჩამეიარეო
ჩვენ სოფელში ყურძენიო, სხვის სოფელში ფურცელიო, ჩვენს მამულში გოდრითაო, სხვის მამულში გიდლითაო. რაღაც ბოროტი ეს ჭირი იქხილია, ხატო იქხილია. არა, ეგ ფოლკლორში ესეთი ანალიზი ალბათ არ არის საჭირო ფოლკლორის. როგორ არის საჭირო? ძალიან საინტერესოა, რას ნიშნავს იმ გვერდზე სოფელში. ფურცელი სოფელში ხო ამის გაგებითაც იყოს. თვითონ იტყვა. გარეგიზაშვილი მაინც იქნება, არა? ეს გადადიოდა. ეს გადაულოს გადიან არის ყველა ხალხის კიდევ ერთი გაგრძელება. მე სულ ახასიათებს კარგად ყველა ხალხს, სხვათაშორის ეგეთი რა. არა, ძალიან სპეციფიკური მიდგომა ჭირდება ამას. ეს ზღაპრებთან დაკავშირებით აი ეს ანალიზი აი მუზასე აღუნაზე მაინტერესებს რა სხვა აზრი რა არის? განსხვავებული არა, ღვინის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ეტიმოლოგია საერთოდ მიიჩნევენ, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ღვინო და სულაც არ იყოს ქართულიდან წამოსული ეს ღვინო. არის მოსაზრება. რიგი ფიქრობს, რომ ქართულიდან ქართულად ძირითადად მაინც ფიქრობენ, რომ ქართულია. კულტურული ქართული ღვინო თქვათ რა, ნაწური აღმოაჩინეს ყველაზე დიდი ხნის ეს არის. მეტი არა, სხვა არ არის. არა, იქ უკავშირდება ძველ ინდოევროპულ ძირსაც და ხო. არა, საერთოდ ახლა თუ წავალთ იქიდან ვაზის წარმოშობის ცენტრი სად არის? ნუ კავკასია. განსაკუთრებით სამხრეთ კავკასია. ახლა ვავილევმა როდესაც შეისწავლა მთელი მსოფლიოს მცენარეთა წარმოშობის ცენტრები, მან დაადგინა რომ აი ეს არის ვაზის ცენტრი და ვაზის კულტურა, ვაზის ორნამენტი, ყველა ჩვენ ზოგზე არის. ჯერ 500-მდე სახელი გვაქვს ვაზის, თუმცა ჯიში უკვე აღარ არის ამდენი, მაგრამ თვითონ სიტყვა გვეუბნება ძალიან ბევრ რამეს, რომ ამდენი სახელი რა კი არის, ესე იგი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული ქვეყანაა, იმიტომ რომ ეს იყო აქ ჩვენთან ბუნებრივი კულტურა, ბუნებრივი ბერძნები ქართველებს უწოდებდნენ ბარბაროსებს, იმიტომ რომ ქართველები წყალგაურევ ღვინოს სვამენ. სუფთა ღვინოს ესე იგი. აი ხო მაგრამ წყალნარევ ღვინოს. მე რო გითხრათ რომ ამაზეც ჩემი შეხედულება მაქვს და ღვინო არაფერია სხვა თუ არა ჰომეოპათიური წამალი. თქვით რა გამეცადეთ ჰომეოპათიური წამალი არის რა? ეს არის ენერგეტიკული წამალი, რომელშიც უკვე ის მატერია აღარ არის ნივთიერება. არის წყალი ფაქტობრივად სითხე, ანუ რომელშიც არის ენერგია ჩადებული, რომელიღაცა ნივთიერების. და არის 14%-იან სპირტზე დამზადებული, პრაქტიკულად 14%-იანი ნაზავი არის რაღაც. და როგორ მზადდება ადამიანი, ესე იგი დაჭყლეტის და ასეთი პოტენცირების შენჯღრების პრინციპით. აბა ნახეთ ღვინო როგორ კეთდებოდა. ირჩეოდა სოფელში, ხა კლასიკურად ვამბობ. ყველაზე ჯანმრთელი ახალგაზრდა მამაკაცი, ანუ ენერგიით სავსე, ხო? ვანდენ მას ფეხებს, იყო მის გარშემო რიტუალი, ნუ რა არის, ვიცით ჩვენ ეს რა ქვია მას ხო, რთველი, ეს არის მთელი რიტუალია რა, ეს არ არის უბრალოდ ღვინის დაწურვა მანქანის მეთოდით. იყო იქ სიმღერა, იყო კარგი განწყობა და ეს აი მთელ ამ განწყობას დებდა აი ამ დაჭყლეტის დროს, როდესაც გამოდიოდა წვენი მისგან, არა? პრაქტიკულად ეს კოდირებულია. წამლის მომზადების მეთოდიკა ეს არის, ხა, როდინის ქვაში გააკეთებ დაჭყლეტვა ხდება. საერთოდ ყველაფერი გამალია, არა? გარდა იმისა, რა თქმა უნდა, აი ეს არის წამალი. შემდეგ იდგა ეს ღვინო რაღაც პერიოდი ჭირდებოდა რაღაც ეს გადასხმას აკეთებდნენ, განხმას არ ვიცი როგორ იყო, ის უთარდებოდა და უკვე შედეგი, რასაც ჩვენ ვიღებდით. იყო რა, ესე იგი, მზისგან, გარემოსგან აკუმულირებული ყურძენში ენერგია და ყურძენი თვითონ ეს ვაზი არის უნივერსალური აკუმულატორი და ფერ შეხედეთ, არა? ქარვისფერი ვაზი, მზის ენერგიით სავსეა. ზის თვალი ჩავიდა ვას. აი ეს არ არის ბოძანის თვალში შესულა. ნამდვილად ესეა. და შემდეგ ამას ემატება იმ ჯანმრთელი გამომზადებლის ენერგია, ანუ იმ ფარმაცევტის ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში. და შემდეგ სუფრაზე უკვე მოდის ჩვენ მოგვაქვს რა, ჩვენთან მოაქვს რა, აი მთელი ეს ენერგია. ესე იგი ამაზე ამ თვალსაზრისით ტრადიციულად დამზადებული ქართული ღვინო განსაკუთრებული თვისებების ენოთერაპია წითელი ყველა ყველას თავისი თვისება. ყველა წამალი მზადდება ან ღვინოზე, ან ძმარზე, ან სპირტზე. რაც ან სპირტზე, ნუ არაყზე. და ღვინო განსაკუთრებულია. ეს იქანგუბინს ეძახიან, რომელსაც ხარშავენ ღვინოში, აი ძველ ქართულ ეს არაბული ტერმინია, მაგრამ ნუ ქართულში უკვე დამკვიდრებული და მე იმას აზავებენ, გააჩნია რა დაავადებისთვის ჭირდება, წყალში გაურევენ თუ თაფლს დაუმატებენ თუ ასე შემდეგ, ესეც უკვე ნაზავია. ნუ აქ არის რა თქმა უნდა ჰომეოპათიას, მაგრამ არა მხოლოდ ჰომეოპათია, არის ფერმენტებით არის გაძეძგილი სავსე, რომელიც ნებისმიერი საჭმლის მონალებას უწყობს ხელს. ამიტომ ახლა თრობით ღვინის დალევა არა, მაგრამ ჩვეულებრივ აი სამკურნალო ნიშნით, რომ
ქართველებს ვთქვათ, მე მკურნალობ, მე კი არ ვსვამ, მე მკურნალობ, არა, არის ამაში მართლა ის რაციო, ჩადებული გონივრული საკითხი, რომელიც საჭმლის მონელების პროცესს აადვილებს და ბოლო და ბოლო ჩვენი ჯანმრთელობა არის სწორი კვება. ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამკრებულ ამაზე ბავშვი რო იბადება, როგორ იკვებება. და ეს რა თქმა უნდა არის ტრადიცია სახალხო სუფრასთანაც მიახლოებული, მაგრამ რა დედის ძუძუთი იკვებებოდა და მე როგორ განავითარა მისი ცხოვრება, სიცოცხლის ხანგრძლივობა ამაზეა დამოკიდებული. და სხვადასხვა კიდევ ერთი რამ არის საინტერესო, რომ ყველა ღვინოს აქვს თავისი თვისება. წითელს სხვა თვისება აქვს, ბავშვებს აძლევდნენ ხოლმე წყალში გახსნილ წყალს ღვინოსთან შენარევს. როგორია რომ გასმოდნენ ბავშვობაში ჩვენ საქართველოს ასე რომ მცირე დოზებით ყველაფერი წამალია, ისე ჰომეოპათიური პრინციპი. მცირე დოზით ყველაფერი თავი დოზა დაიცვა, რა თქმა უნდა. და ეხლა ყველაფერი წამალი და ყველაფერი შხამია. პარაცელსის სენტენცია. შეუძლებელი იქნება რაიმეს ჭამა. ღვინოსთან დაკავშირებით მე მითხრათ ბატონ ჟანრი, რომ ეს უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ ტანინის შემცველი კარგი კახური ღვინო არის პროფილაქტიკა კიბოსის სიმსივნეების. მე პირადად ეხლა მე მაინტერესებს ეს ჩიჩილაკის და ნაძვის ხისაც, ასე ვთქვათ. ორივე სიტყვით რომ საერთოდ ახალ წელს რასაკვირველია თავისი დეკორაცია ახლდა, ეს იყო ძირითადად ბუნებრივი მასალა და მარადმწვანე მცენარე აუცილებლად. პაპა ბაბუ ახშია ტყეში მიდიოდა და იქიდან მოჰქონდა წითელი კენკრა, რომელიც წელიწადის ამ დროს ჯერ კიდევ წითელია. სუროს ფოთლები, ნაყოფი, სუროს ნაყოფი აუცილებელი იყო, თხილი აყვავებული, რომელიც სწორედ ამ სეზონზე ყვავის. აუცილებელი იყო ასევე ფიტრის ტოტი, რომელიც სამწუხაროდ დღეს ვერ მოვიტანე, სხვა დანარჩენი ყველაფერი სახეზეა. ფიტრის ტოტი უკაცრავად გაწყვეტილებს. ფიტრი პარაზიტი მცენარეა. მაგრამ სამკურნალო სამკურნალო არის, როგორ არის? არა, ფიტრი რატო იყო აუცილებელი? არა, თლიანი ფიტრი არა. ტოტი, რომელზეც ფიტრია პარაზიტი. არა, ფიტრი. ფიტრის აქვს ესე. ხო, თავისი ღერო ფოთლები და თეთრი ნაყოფი. წებოვანი ძალიან ლამაზია სხვა შორის დეკორატიული ძალიან. ამ შემთხვევაში სხვა დაკითხვა ფიტრი ითვლება, რომ არის ბოროტის სულების ამიძალი და არ შემოუშვებს ამიტომ. აი ზორის ტუჩი და ფიტრი იყო საქართველოს. ვიზა მალბომ შეიცარული პრეპარატია, რომელიც კიბოსთან. აი ოჯახი უნდა მორთული იყოს, სწორედ და აუცილებლად ბაძგარის, ანუ ჭყორის ტოტები. ოჯახი უნდა მორთული იყოს ახკარი აი ამ ტოტებით, დამემშვენებელი იყო ეს ახალ წელს, აუცილებლად ოჯახში უნდა შემოტანილი იყო ეს მცენარეები, ნაწილი იყო ზოგიერთი მათგანი მაინც დასავლეთში სხვა მცენარე უფრო, აღმოსავლეთში სხვა და რაც მთავარი ეს საკუთარი ხელით ამზადებდნენ ოჯახის წევრები ამ დეკორაციას. თქვათ აი რაჭა ლეჩხუმში იყოს საოცარი რამ და სამწუხაროდ დღეს თითქმის აღარ არის უკვე არავის ახსოვს გვერგვი, რომელიც არის ვაზის ლერწისაგან, აი ეს გვერგვი ვაზის ლერწისაგან მოწნული რგოლია, მოგეხსენებათ ეს წრე უკვე და რგოლი რაღაც თავის სიმბოლურ დატვირთვას შეიცავს, სიწმინდის სიმბოლო და შიგნით აუცილებლად თხილის ოლმური ჯვარივით არის. თხილის ცოტა წამოწიეთ რომ დაენახონ. ძირითადი პრინციპი დაცულია, თუმცა ზოგიერთი რამ ჩვენც დავამატეთ. და თხილის ტოტებისგან აი ესე ბურბუშელასებრ ჩიჩილაკის მსგავსად უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჯვარი გამოსახული და ის შემკული არის ბაძგარის მარადმწვანე ფოთლებით, წითელი კენკრით, თხილით. და ის იდო ხოლმე საახალწლო სუფრაზე, საფუარზე დადებდნენ ხოლმე ახალი წლის წინადღით, ხვავი, ბარაქა, ძლიერება მოჰქონდა ოჯახისთვის და შემდეგ კალოზე წაიღებდნენ, მიწაზე დადებდნენ, იქ რაღაც რიტუალს შეასრულებდნენ, შემდეგ ისევ სახლში შემოაბრძანებდნენ. ესე იგი დაჰქონდათ როგორც ყველაზე საპატივცემულო რაღაც ნივთი და რომელსაც აუცილებლად ახალი წლის დილას ხელს შეახებდნენ აი ესე და ღმერთო, მრავალი წელი მოგვასწრე, მრავალი კარგი ახალი წელი გაგვითენე ღმერთო, ოჯახის წევრს უნდა ეთქვა ეს ფრაზა, შეხებოდა გვერდს. რაც წმინდათა წმინდას დანიშნულება ქონდა, რაღაც ძალიან ისეთი საპატივცემულო რამ გახდათ. ხო, ეს ისე ბზეში ჩახატული ჯვარია. თავისთავად ქრისტეს სიმბოლოა, მაგრამ აი საინტერესოა სადამდე შედის, ხო, ესე იგი გადის თუ არა იქეთ. იცით რა არის? უკავშირებენ წინარე ქრისტიანულ ხანას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ახლა ყოველთვის
ესე ხედავთ ხოლმე რატომღაც აი ნაზავს წარმართობის და ქრისტიანობის ზოგიერთ რიტუალში, მაგრამ პირუკაც ხდებოდა, იცით რა პროცესი? როდესაც აი ქრისტიანული მოძღვრება და რელიგიური ამბები კვებავდა ხალხის ფანტაზიას და იწყებოდა შემოქმედებითი პროცესი. და ხალხი აი რაღაცას აი ამ ნიადაგზე უკვე საკუთარს ქმნიდა, გნებავთ ზეპირსიტყვერებაში და ესევე აი ხალხური ქრისტიანობა ხო ეს ჯვარი არ არის მხოლოდ ეს ნაზავი უბრალოდ წარმართობისა და ქრისტიანობის შეიძლება ეს იყოს აი ქრისტიანობიდან გამომდინარე რაღაც შემოქმედების ნიმუში. არ ეწინააღმდეგება ქრისტეს მოძღვრებას არა, რასაკვირველია, არ ეწინააღმდეგება. აი რაც შეეხება ჩიჩილაკს მიაჩნიათ ეს არის მზის სიმბოლო ალბათ ეს ასე იყო მზის სიმბოლო, მაგრამ შემდეგ მოგვიანო ხანაში რა კი მას აქვს უკვე თავზე აი გვირგვინის სახით ჯვარი გამოსახული და ჯვრის ბოლოებში დამაგრებული აუცილებლად ხილი და აუცილებლად ბროწეული შეიძლება და ვაშლი არ ყოფილიყო, მაგრამ ბროწეული აუცილებლად უნდა ყოფილიყო. და საერთოდ ბროწეულის ხესაც განსაკუთრებულად ულოცავდნენ ახალ წელს დილას. და აი ეს გახლავთ კალპი რომელიც ჰქონდა ხოლმე ტრადიციულად ჩიჩილაკს და რომელიც ასევე ბაძგარის ანუ ჭყორის მარაწვანე ფოთლებით იმოსებოდა წითელი კენკრით და საინტერესო რომ გური მაღალმთიან გურიაში ამას კიდევ ემატებოდა ბოკელი ჩვენს ჩიჩილაკს ამჯერად ეს ბოკელი არ აქვს ეს გახდათ კვერცხის გულით მოზელილი ცომი შეიძლება ეს ხაჭაპურიც ყოფილიყო გული ქონდა ამოჭრილი და აი აქ სადღაც აი ესე იყო ჩამაგრებული და ზემოდან დახედავთ ჩიჩილაკს აქ ჯვრის ფორმა იყო გვირგვინში მოთავსებული აი იგივე და ხო აქვთ მოსაზრება ჩვენს მეცნიერებს რომ ეს ერთი და იგივეა ალბათ გვირგვი და კალპი ჩიჩილაკის კალპი ხო აქ ცოტათი დეკორაცია ჩვენ შევცვალეთ რაღაცეების დიზაინი აი ისინი რატო აქვს ესე წვრილად დაჭრილი რამეს ნიშნავს ეს ამბობენ რომ მზის სიმბოლო რაკია მაგრამ არის კიდევ აი ესეთი რამ რომ ეს არის წმინდა ბასილის მწვერებია და რაკი წმინდა ბასილის დიდის ხსენების დღე არის 14 იანვარი ეს ხომ უკავშირდება უკვე ახალ წელს პოშტაში ეს ერთი და იგივე დღე გამოდის და ამიტომ ხალხში წმინდა ბასილის დღეს აი ახალ წელს უკავშირებდნენ და რაღაც განსაკუთრებულ რიტუალსაც ასრულებდნენ აცხობდნენ პურებს რომელსაც ჰქონდა მამაკაცის ფორმა და ამ პურებს ეძახდნენ ბასილას პურებს, კაცა ბასილებს. ეს აუცილებელი იყო. თან საქართველოში იყო თითქმის ყველა კუთხეში დასტურდება ეს რიტუალი ბასილას პურების გამოცხობა და საახალწლო სუფრაზე უნდა ყოფილიყო ბასილას პურები. ამასთან ერთად და ესე გამოცხარი კუხტიცილა, ვაზის მტევნები, ფურის ჯიქანი, ნამგლები, საერთოდ შრომის იარაღები დაგვებედება შრომა მოსავალი და სპეციალურად ეწყობდნენ. ეს ჩვეულებრივი მოთხრობა ჩამოაგებდნენ და როგორ უცხობდა სხვადასხვა ფორმის პურებს. რა მინდა იცით თქვა რომ აი სამწუხარო ჩვენ ეს არ მხოლოდ ტრადიცია დავიწყეთ და ეს თავისთავად შემოქმედების პროცესი. მე მინდა აი სურვილი გამოვთქვა რომ აი ოჯახში როდესაც ახალ წელს ხვდებით, მივიქნებით მხოლოდ მიჯაჭვულნი, თუნდაც სამზადის სუფრის სამზადის და როდესაც არ არის უნდა ვთქვა ტელევიზორს, აი ტელეეკრანს, იმიტომ რომ აი ეს ბავშვი და საერთოდ ოჯახის ყველა წევრი უნდა გახდეს შემოქმედი აი ამ ზეიმისა და არა მაცქერალი მხოლოდ სხვისი ზეიმისა და ამიტომ მივცეთ საშუალება ბავშვს თავისი ხელით გააკეთონ ეს ყველაფერი. საინტერესოა სხვისი ბედნიერების ყურება. ხო, მაგრამ მე მგონი იმ ბედნიერების წუთაც ვეღარ მოგვანიჭებს, რასაც ქვია, ხო, რასაც ქვია, განცდა ამ შემოქმედებისა. რასაც გაცილებით უფრო მხიარულად ცხოვრობდა კაცობრიობა ტელევიზორამდე. რა თქმა უნდა, აქტიური მონაწილე იყო ყველა რიტუალის. თვითონ იყო მონაწილე ამ ყველაფრისა. და ჩვენ გადაცემას არ გულისხმობთ სხვათა შორის ეს. გამონაკლისია. ასე რომ ძალიან კარგი და აი ეს მეორე ნაძვის ხე რას გვეუბნება? ნაძვის ხე საერთოდ ყველა სოფლის ყველა ქვეყანაში და ყველა ხალხში იყო ეს რიტუალი, რომ იჭრებოდა რაღაც ტოტები, რაღაც სხვადასხვა მცენარეების. აი საქართველოში იყო ბერბერა, მაგალითად მოქონდათ
ნაზვის ხე შემოვიდა საკმაოდ გვიან და შემოვიდა ევროპიდან. მე მეგონა რომ რუსეთიდან მოდის. შეძლო სამთაკლაუსმა ის გამოიყო. მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე მე-17 საუკუნეში დაარსებულა ეს გერმანიაში ეს რიტუალი, რომ სახლში შემოქონდათ ნაზვი და აწყობდნენ მას, თურმე არ ყოფილა რუსული, როგორც ჩვენ აქამდე ვასწავლით, ნო? და რატომ არის ნაზვის? რატომ არის მცენარე? იმიტომ რომ სიმბოლო არის სიცოცხლის, არა? საქართველოში ალვის ხეს ქონია ძალიან დიდი პრიორიტეტი სკოპთან შედარებით. ყველაფერში დროშის ტარიც კი ყოფილა თურმე ალვის ხის სიმბოლო. ჩვენი მასპინძლის მარანში ხე ალვა მოსულაო რა. ყველა სიმღერებში ხშირად ხდება ძალიან და თურმე სხვათა შორის აი დროშაც ყოფილა რა თურმე ალვის ხეზე მომული რაღაც ნაჭერი თავიდან როგორც გავიგე და ეს იყო ესე იგი ის მოსასვენებელი რომელზეც იქიდან მოსული სულები ღვთაებები სიცოცხლის ხის განსახილველი ბუდობდნენ შემდგომ და იმიტომ ეკლესიებიდან შემდეგ გადმოვიდა ეს ტრადიცია და შემოვიდა სახლებში. და აი ნაზვის ხეს რაც შეეხება, რატომ არის ესეთი აღიარებული ნაზვი? იმიტომ რომ ეს არის წიწვიანი. ის იჩხვლიტება და ითვლება რომ ვერანაირ ბოროტ სულს ვერ წამოიყოლებს ტყიდან. და აი სახლში შემოსატანად არის ამიტომ რეკომენდირებული ეს ეკლიანი ესე ვთქვა. ამავე დროს შესაძლოა კიდევ ისიდოს რომ წიწვს აქვს ბაქტერიოციდული თვისება და უშვებს ისეთ ნივთიერებას რომელიც ისეთ გარემოს ქმნის რომ თუ რაიმე ვირუსი მიკროორგანიზმი არა ხო ნუ თუ უშუალოდ ტყეში იზრდება რა თქმა უნდა იქ სასურველია ხა დაავადებული ადამიანის ფიჭვნარში ან წიწვნარში რეკომენდებულია რომ იქ იყოს და ის ნაწილობრივ მოყვება ეს ეგ საინტერესოა იმას რითაც რომ ესე იგი ხელოვნური ნაზვის ხე არა სრულიად უნდა მოისწროს. აბსოლუტურად სიმბოლიკა ხო? პატარა ტოტიცკი საკმარისი არის აუცილებელი. მიდის ჩვენთანაც ის ტენდენცია რომ სპეციალურად სანერგიებია სადაც იზრდება, რა თქმა უნდა უჯობესია რომ ნატურალური გედგეს. აი ამ შემოდგომა ამასთან დაკავშირებით თქვა კიდევ ერთ რამაზე რომ აი რაც რიტუალები ჩამოთვალეთ თქვენ ძალიან ბევრნაირად მრავალფეროვანია